მხედველობის აღდგენა ქირურგიული მეთოდის გარეშე, სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. მხედველობის აღდგენის არაქირურგიული მეთოდი ექიმი მააკა გოგიაშვილი, ოფთალმოლოგი 12 გამოგონების და მაგოთერაპიის ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არის დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო მაკა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე შესავალშეს ვახსენე რომ ცოტა ალბათ უცნაურიც არის, ხო? ეხა ისე დაავადებებს ჩამოვთვლით ჩვენ რომ ესეთი მეთოდი, ესეთი ნოზოლოგიის განკურნება არაქირურგიული მეთოდით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვისაუბრეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ქირურგებთან ერთად სხვადასხვა პათოლოგიაზე, იგივე კატარაქტა იქნება თუ ასტიგმატიზმის შემთხვევაში და ვიცით რომ სწორდება ქირურგიული მეთოდით. მოდით სანამ ზოგადად მეთოდებზე გადავალთ და ის თუ როგორ განიკურნოს სხვადასხვა პათოლოგიები, საინტერესოა რა დროს ვითარდება ზოგადად მხედველობის დაქვეითება და როგორ გავარჩიოთ, ეს არის გენეტიკური და თუ არის გენეტიკური, რა ასაკიდან იწყება და თუ არის მაგალითად ასაკობრივი ამ შემთხვევაში და რა ითვლება ნორმად ასაკის შემთხვევაში. კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მხედველობის დაქვეითების მიზეზი დღევანდელ ყოფაში პრაქტიკულად ყველა მესამე მეხუთე ადამიანს აღინიშნება. ეს შეიძლება და უფრო მეტად გამოწვეულია მხედველობის დაძაბვის, როგორც მხედველობის დაძაბვის შედეგი. რადგან ყველა ჩვენთაგან საკმაოდ არანორმირებულად გვიწევს ურთიერთობა როგორც გაჯეტებთან, აგრეთვე კომპიუტერთან და მსგავს საგნებთან. თუმცა სტრესიც შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითების მიზეზი, რადგან სტრესის დროს მატულობს არტერიალური წნევა, სისხლში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი, ფართოვდება თვალის გუგები, მხედველობის ველი ვიწროვდება და შესაძლოა წამიერი სიბრმავეც კი დადგეს. რაც შეეხება დაავადებებს, ანუ მხედველობის დაქვეითების, რატომ კლებულობს მხედველობა, ხო? თან მცირე ასაკის შემთხვევაშიც, ხო? ეხლა ხო, არა, მე თუ სწორედ გავიგე შეკითხვა, რატო კლებულობს მხედველობა? ხო, ამას მეკითხებით. მოდით მაშინ ვიტყვი ესე, რომ ადამიანი თვალით იყურება, მაგრამ ტვინით ხედავს. თვალი ეს არის ტვინის ორი პატარა ნაწილაკი, რომელიც გამოტანილია ქალის გარეთ. ანუ უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს, ნახეთ, როდესაც თქვენ მობილურით ან ხორციელებთ ზარს, ზარი ჯერ არის კოშკში, ანუ ტვინში, ხო? კოშკი ამუშავებს ამ ინფორმაციას და შემდეგ უკვე უბრუნდება თავის ადრესატს. როდესაც თვალი ცუდად ხედავს და რატომ ხედავს ცუდად, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, ინფორმაცია არ ადის ტვინამდე, ტვინი ვერ ამუშავებს ამ სიგნალს და შესაბამისად თვალს უბრუნებს წაშლილ გამოსახულებას. რატო არ ადის, რატო ხედავს ადამიანი ცუდად? ეს არის ხო შეკითხვა ძირითადი. ეს არის შეკითხვა და მათ შორის ამ შეკითხვაში ის იგულისხმება, როდესაც თანდაყოლილს ეძახიან თუ მაგალითად მხედველობის პრობლემა გამოუვლინდა ბავშვს იგივე სკოლის ასაკში, მაგალითად პირველ და მეორე კლასში უფრო მარტივად შესამჩნევია, იმიტომ რომ რაღაცების დანახვა უწევს ხო რაღაცაზე მეტის დაფაზე, მაგალითად და ამ შემთხვევაში უფრო მეტად ამჩნევენ მშობლები ამ პრობლემას. რაც შეეხება თვითონ როდესაც კლებულობს აქ რაღაცა +1-ზედან, ესეთი მხედველობის სათვალეებზე როა რომლებიც საფთიაქო ქსელებშიც იყურება, ამაზე არ აქვთ ხა ადამიანებს ისეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ იციან რომ შუახნის ასაკიდან ან უკვე 50 წელს გადაცილებული ადამიანები, რომ მზად არიან კიდევაც, ანუ ეს თითქოს ბუნებრივი პროცესი არის და არც თვლიან რომ რაღაცა საგანგაშოა და გამოსასწორებელია. მაშინ მოდით ვიტყვი ესე, რომ თანდაყოლილი დაავადებების ნუსხა საკმაოდ დიდია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელმა ან ვიღაცა სხვა ადამიანმა ეს შეამჩნიოს. თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ვიზუალურად მეტნაკლებად ჩანს და ის შეიძლება არც თანდაყოლილი არ იყოს, ანუ ამისი დიფერენციაცია და განიჯნა არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული, ხო? ეს არის სიელმე, ანუ თვალის გადახრა. როდესაც ადამიანს 2-4 წლის ასაკში დაუშვა
ნათლად ატყობენ, რომ თვალს არასიმეტრიული დგომა აქვს. თანდაყოლილი უამრავი დაავადება შეიძლება იყოს დაწყებული ბადურა გარსის დისტროფიებიდან, დამთავრებული ასტიგმატიზმი იქნება ეს თუ ახლო მხედველობა, ანუ რეფრაქციული მანკები. და აქ ყოველთვის მშობელს ან ოჯახის წევრს წამყვანი როლი აქვს ხოლმე, რადგან ის უფრო უნდა დააკვირდეს თავის პატარას, იმიტომ რომ ერთადერთი ამოცანა ალბათ დღევანდელი გადაცემის ის არის, რომ ჩვენ აუხსნათ ადამიანებს, როგორ უნდა შეამჩნიონ, რომ ბავშვს პრობლემა აქვს, ის თანდაყოლილია თუ შეძენილია, ფიქრობ, იმდენად საინტერესო არ უნდა იყოს ადამიანისთვის, ხო? ანუ ყველა მშობელი, ბებია, ბაბუა თუ ოჯახის წევრმა თუ მათ აქვთ გენეტიკაში, ანუ ატარებენ სათვალე აქვს, აქვს თვალის პრობლემები, მეტად ყურადღებით უნდა იყვნენ. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ პატარები, ხო? უნდა დააკვირდეს ადამიანი, აი ბევრად უფრო ყურადღებით უნდა იყოს. ჭუტავს თუ არა ბავშვი თვალებს, როდესაც შორს უნდა გახედვა, იქავებს თუ არა თვალებს, ჩაწითლებული თუ აქვს, როგორ ზის იგი მაგიდასთან, როდესაც იგი აფერადებს, ან წერს, ან ხატავს. ანუ არსებობს უამრავი დაკვირვების ხრიკები, როდესაც ეს არის უკვე იმისი მაუწყებელი, რომ მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს პაციენტი თვალის ექიმთან და იქ უკვე თვალის ექიმი გამიჯნავს თვითონ ეს თანდაყოლილია, შეძენილია თუ რა მკურნალობა დაჭირდება. რაც შეეხება თვითონ აი მაგოთერაპიას, ეს არის ჩვენი სასაუბრო თემა დღეს. რას გულისხმობს მაგოთერაპია და აი ამაზე რომ ვისაუბროთ უფრო სულ და რაც შეეხება თვითონ აი საინტერესოებაზე, ალბათ მაგიტომ მოვახერხეთ ჩვენ გამიჯვნა და რატომაც გაგამიჯნიეთ იმიტომ რომ აი როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად ასტიგმატიზმზე, სიელმეზე და მსგავს რაღაცებზე, აი თუნდაც ასტიგმატიზმის პრობლემას ეს ხო არ არის რაღაც აი უმნიშვნელო და ძირითადად ყოველთვის ასოცირდება რომ ეს არის აი გამოუსწორებელი თუნდაც სათვალეებით რომ ვატაროთ შეიძლება გაიზარდოს ეს პროცესი მაგრამ გამოსწორება არის შეუძლებელი ყოველთვის ამას ასე იყო და თან თუ გამოსწორებაზე იყო საუბარი ეს იყო ქირურგიულ მეთოდოლოგიაზე ჩემთვისაც ახლა ძალიან აი ხო რაც შეეხება თვითონ მაგოთერაპიას და შემდგომ უკვე ვისაუბროთ იმაზე აი რას გულისხმობს მაგოთერაპია და ამასთან ერთად რა თქმა უნდა გავაერთიანოთ რისი გამოსწორება შეიძლება მაგოთერაპიის. კი ბატონო, მაგოთერაპია როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს არის მაკა გოგიაშვილის თერაპია, რომელიც დაფუძნებულია ფარული ორგანიზმის ფარული რესურსის გამოვლინებაზე, ეს ჩვენი პერსონალური მეთოდიკაა და მერე შემდეგ მის აღორძინებაზე. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ფარული რესურსი. აი პირველივე ვიზიტზე ჩვენ ყველა პაციენტს კვლავ გავამახვილებ ამაზე მყურადღებას, ეს მხოლოდ ჩვენ კლინიკაში ხდება. ვიკვლევთ ორგანიზმის რესურსს და ვეუბნებით ბატონო, თქვენი პროგნოზი არის დაუშვათ 20% მხედველობის მომატების 60 ან რაღაცა რაოდენობა. რასაც უკვე მეორე დღეს სატესტო პროცედურის შემდეგ პაციენტს 1 საათში აქვს შედეგი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ის ამ მომატებულ მხედველობას ყველგან აღიქვამს. როგორ ხდება ეს? საინტერესო აი ხა სანამ პროცედურაზე გადავთ, აი რას გულისხმობთ რესურსი, აი როგორ შეიძლება ეს რესურსი გამოიკვლიოს და ანუ რესურსი ასაკი იგულისხმება თუ რა იგულისხმება? ეს არის სპეციალური ტესტირება, გამოკვლევების მთელი ნუსხა კიდევ გამეორდები და ვიტყვი რომ ეს არის საავტორო მეთოდიკა, ანუ იგივე ჩვენი ავტორობით არის ეს გაკეთებული და აი ამ ძალიან მარტივი გამოკვლევების საფუძველზე ჩვენ ზუსტად ვაკვლევთ თუ რა რესურსი გაგაჩნიათ. მიუხედავად თქვენი ასაკისა, სქესისა, დაავადების სიმძიმისა, ხანგრძლივობისა თუ სირთულისა. დიახ. ქალბატონო მაკა, აი რას მოიცავს მაგოთერაპიით განკურნება? მაგოთერაპია არ არის ქირურგიული მეთოდი და აი რა იგულისხმება? ეხლა ჩვენს მეც თავიდან რო დავანოსეთ, მეც ძალიან გამიკვირდა მართლა ვამბობ და იმიტომ რომ ისეთი ჩამონათულია სიელმე, ასტიგმატიზმი, ხო და აი აქედან გამომდინარე რომ განვავრცოთ თემა, რა სახის ნოზოლოგიებზე არის საუბარი და აი დაუშვათ ასტიგმატიზმის შემთხვევაში, სიელმის შემთხვევაში აქვს თუ არა ხარისხის მნიშვნელობა თუ ისევ და ისევ როგორც თქვენ ახსენეთ, ორგანიზმის რესურსია ეს ყველაფერი დამოკიდებული. მოდით ისევ გავმეორდები და ვიტყვი, ნებისმიერ ადამიანს
გააჩნია ორგანიზმის დაფარული გამოუყენებელი რესურსი. მიუხედავად იმისა, თუ რა დაავადება აქვს, რა სირთულის არის და რა ასაკის არის. აი ზუსტად პირველივე ვიზიტზე, აი ძალიან მარტივი თითქოს პაციენტისთვის, ადამიანისთვის, ვინც ჩვენთან მოდის გასასინჯად, ხო, ტესტირების საფუძველზე ჩვენ ვაძლევთ ამ პროგნოზს. შემდეგ რა ხდება, ნახეთ, როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მას ემატება მხედველობა, უკვე მეორე დღეს ტესტირებიდან იგი ყველგან აღიქვამს ამ მხედველობას, მაგრამ ალბათ თქვენთვის უფრო საინტერესო იქნება, როგორ ხდება ამ მხედველობის აღდგენა, თუ სწორედ გავიგეთ თქვენი შეკითხვა, ხო? ანუ მოდით, მაშინ ძალიან მოკლედ მოვყვები. ადამიანი იყურება თვალით, ხედავს ტვინით, ჩვენ ამის მაგალითი უკვე მოვიყვანეთ და რა ხდება? ჯერ კიდე წინა საუკუნეში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი თვალის პათოლოგიის დროს თვალის ბადურა გარსი ეს არის ღრმა სიზერღოვანი გარსი ყველა უჯრედი არის ცოცხალი, მაგრამ ფუნქცია დაკარგული. ანუ მიძინებული, ანუ პარაბიოზულ მდგომარეობაში. ხო, უფრო გასაგები რო იყოს, რა არის პარაბიოზი? აი, იგივე პარაბიოზის ფენომენის აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ანესტეზიის დარგის ჩამოყალიბებას. რატომ ხდება, რომ როდესაც ოპერაციის დროს თქვენ ანესტეზიას გიკეთებენ, თქვენ ვერაფერს ვერ გრძნობ. ანუ ხდება მედიკამენტოზურად აძინებენ უჯრედებს. პარაბიოზი ნამდვილად არ არის მარტო ლაბორატორიული ფენომენი. თქვენ რომ გძინავთ გარკვეული ტვინის ნაწილი პარაბიოშია რა არის კლინიკური სიკვდილი ესეც იგივე დამახასიათებელია პარაბიოზისთვის ნახეთ ჩვენი პარაბიოზი კი რა არის ნახეთ ესე იგი უჯრედს ძინავს მაგრამ ცოცხალია უჯრედის მოქმედება დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის სწორ მეტაბოლიზმზე, ანუ სწორ მიმდინარეობაზე. ჩვენი აპარატურა, რომელსაც ჩვენ კანის ზემოდან ვათავსებთ, მხედველობის ნერვის მიმართულებით არის აბსოლუტურად უმტკივნეულო პირიქით, ძალიან სასიამოვნო. ბიოქიმიურ ცვლას ამ უჯრედებში პოზიტივისკენ ცვლის შესაბამისად წამის 2000-ად ნაწილში ახლა წარმოიდგინეთ ჯერ წამი რა არის და შემდეგ იმისი 2000-ადი ნაწილი ხო იმპულსი უკვე ადის ტვინის იმ ნაწილამდე რომელიც ვალდებულია რომ ეს ინფორმაცია გადაამუშავოს და პაციენტს წამის 2000-ად ნაწილში უბრუნებს წამიერად მხედველობას, რასაც პაციენტი აღიქვამს. აი როგორც ჭექაქუხილის წვიმის დროს ელვა გამუდმებით ხომ არა, რაღაცა წამიერად გაიელვებს და გაჩერდება. აი ამიტომაც, მიხვდით, მთავარი რა არის, რომ თვალიდან ტვინამდე იმპულსი გადაეცემა ნეირონების მეშვეობით. ესეც უჯრედია, მაგრამ ამას ეძახიან ხოლმე უჯრედ სპეციალისტებს და საერთოდ თუ მეც არ მიყვარდა რაღა დაგიმალოდ და უჯრედის სწავლე, მეგონა რომ ეს ძალიან მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ თურმე ძალიან საინტერესო ყოფილა, რადგან აი ეს ნეირონები, უჯრედის სპეციალისტები ბრძანებას აძლევს ნებისმიერ ჩვენს ორგანოს, ასე იმოქმედოს, იგივე მეტყველება ყნოს ვათითის აწევა, დაწევა, მიხვდით? და იქაც ხდება აი ამ იმისათვის, რომ ეს აი მე მაგალითად უფრო გასარკვევად რომ გასაგებია თქვენ ძალიან ისეთ დონეზე განიხილავთ ამ ყველაფერს. აი მე მოვედი მაგალითად და მეც ასტიგმატიზმი მაქვს. ამ შემთხვევაში, ანუ ეს როგორც მივხვდით თქვენ, რადგან ამდენჯერ იმეორებთ ადამიანის რესურსს, ანუ ეს ყველაფერი არის ჩემს რესურსზე დამოკიდებული და არა დაუშვათ -4 მაქვს თუ -5 მაქვს. ეს გასაგებია. აი მე მოვედი მაგალითად პროცედურაზე და მაქვს ჩემ ორგანიზმს დაუშვათ რესურსი რომ აღდგეს, ხო, მხედველობა. ეს ორჯერ ვიზის გულისხმობს, სამჯერ ვიზის, ანუ პროცედურულად როგორ ტარდება ეს ყველაფერი? კი ბატონო. ნახეთ, თქვენ მობრძანდით პირველ ვიზიტზე, ჩვენ გითხარით და გეუბნებით, რომ კი ბატონო, ძალიან იშვიათი, ხო, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა მხედველობისა თქვენ მოგემა
დამატებად, მეორე დღეს თქვენ უკვე იტარებთ საათნახევრის მანძილზე ჩვენ სატესტო პროცედურას, მერე გიშვებთ რომ როგორი ეს სატესტო პროცედურა, მე ლაზერული არის თუ რა არის? არა, იცით რა, სამწუხაროდ თქვენი ტელევიზიის ეთერი არ მოძლევს იმის საშუალებას, რომ მომეტანა ის მულიაჟი ან რაღაცა გაგოშვა ეკრანზე, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენ საიტზე ლათინურად mago.g. და რატო გეუბნებით, რომ ესე იგი ხდება სატესტო პროცედურა, ანუ საათნახევარი თქვენ სხვადასხვა აპარატურაზე ზიხართ, ჩვენ კანის ზემოდან გადებთ აპარატურას, რომელიც აღვიძებს იმ უჯრედებს, ანუ მიძინებული უჯრედია, ხო, აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, ჟანგბადს აწვის, საკვებ ნივთიერებებს აწვის. უჯრედი უკვე დაიწყებს გაღვიძებას, მაგრამ კი, მივხვდით, თვითონ პროცედურა მაინტერესებდა, როგორ ხდება ვიზუალურად ამ ყველაფრის გამოსწორება. აი ეს ამას გეკითხებოდი. ვიზუალურად რას გულისხმობთ? არა, მივხვდით, უკვე გამეცით თქვენ მაგკითხვაზე პასუხი. ეხლა რა შეეხება თვითონ, ანუ პირველი პროცედურის მერე ესეც ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული, ანუ რამდენ ხანში ნახულობ მე მინდოდა მაგის თქმა და ვერ მოვახერხე. მოდით ასე, ესე იგი, თქვენ ჩაიტარეთ, მეორე დღეს მობრძანდით ჩვენთან, ჩაიტარეთ საათნახევარი პროცედურა, მერე ჩვენ გიშვებთ 40 წუთის მანძილზე, რომ თქვენ შეატყოთ ეს მხედველობა. გვიბრუნდებით, თქვენ გვიზიარებთ თქვენ სუბიექტურ შეგრძნებებს, ჩვენ კი ვამოწმებთ, როგორი იყო მხედველობა ტესტირებამდე, ტესტირების შემდეგ. მხოლოდ ამის მერე ჩვენ გეუბნებით, მაქსიმალური 5 დღე გჭირდებათ თუ 10 დღე, რამდენი აპარატურა, რამდენი საათი, რამდენი დრო, შესაბამისად რა თანხა დაგიჯდებათ ეს მკურნალობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი, წინასწარ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, მერე უკვე რაც თავარია, თქვენ თვითონ ღებულობთ გადაწყვეტილებას, გიღირთ ბატონო, აი ყველაფრის გარეშე 5 დღე ან 10 დღე ჩვენთან იაროთ, თანხა იხადოთ. ანუ ეს მომატებული მხედველობა, რომელსაც ჩვენ 1 საათში ვიღებთ, მხოლოდ 1 დღის მანძილზე გაგტანთ. იმიტომ რომ უჯრედების რაოდენობა არის უთვლადი, ისევე როგორც galaktikაში ვარსკვლავები და შესაბამისად შეუძლებელია, რომ ყველა უჯრედმა 1 საათში ყველამ გაიღვიძოს და დიდხანს იმუშაოს და ზუსტად აი ეს პერიოდი 5-10 დღიანი პერიოდი გვჭირდება იმისათვის რომ ჩვენ გავახანგრძლივოთ უჯრედების გაღვიძების ანუ მკვეთრი მხედველობის დრო. ქალბატონო მაკ, აი თქვენი დაკვირვებით ხო ეხლა ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკეთებია ეს პროცედურები. შეიძლება თუ არა გამიჯნა, აი რა შემთხვევაში უფრო მეტად გამართლებულია და როგორც ექიმა მეტი შედეგები სიელმის შემთხვევაში, ასტიგმატიზმის შემთხვევაში, ზარმაცი თვალის შემთხვევაში, აი ყველაზე მეტად რას ამჩნევთ თქვენ თუ ამ შემთხვევაშიც ერთნაირად არიან? რაღაცნაირად რო შევატრიალო შეკითხვა თუ ნებას მომცეთ თუ თქვენ იმას გულისხმობთ ამაში რომ როგმელი პაციენტები მოდიან რა ნოზოლოგიებით მოდიან ჩვენთან უფრო ხშირად მაშინ გეტყვით რომ ძალიან ხშირად გვაკითხავენ ისეთი დაავადების მქონე პაციენტები რომელთა განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია მიხვდით ეს არის გლაუკომა ასტიგმატიზმი სიელმე ნუ აი კიდევ წუხარ რომ ვერანაირად მაგრამ ის დაინტერესდება ჩვენ საიტზე და YouTube-ის არხზე შეუძლია ამ პაციენტების სურათის მოძიება როდესაც ელომითვალი 1 საათში ღებულობს ცენტრალურ მდგომარეობას ну ეს ალბათ მართლაც ზღაპრის დონეზეა მაგრამ იცით ჩამოვყალიბდეთ იმაზე რომ მედიცინაში არსებობს 2 პოზიტიური ცნება ეს არის გაუმჯობესება და გაჯანსაღება თუ კი ჩვენ გაუმჯობესებას 1 საათში ვღებულობთ ну გაჯანსაღებამდე ყველას თავისი სიგრძის გზა აქვს გასავლელი თუ გიპასუხეთ თუ არა და კლავ ჩამეკითხეთ აი რისკებზეც რო ვისაუბროთ აი რა დროს იკავებთ თავს თვითონ ამ შემთხვევაში აი რა დროს ანუ მოდით რაღაც ჩვენ არ ვიყენებთ მედიკამენტს არ ვაკეთებთ ქირურგიას პრაქტიკულად გამორიცხულია ნებისმიერი გართულება რისკი ალერგია გვერდითი მოვლენა ან სხვა რაც შეეხება უკუჩვენებას ჩვენ ვერ მივიღებთ პაციენტს თუ მას აქვს ეპილეფსია გაქვს გადანერგილი კარდიოსტიმულატორი აქვს ინფექციური მწვავე დაავადებები
სიმსივნური წარმონაქმნები და მას განვითარების დონე, ანუ მენტალური ძალიან დაბალი მენტალიტეტი აქვს. ანუ გონებას სუსტობას არ გულისხმობ ამაში, უბრალოდ დაბალი ინტელექტი გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა სტუმრობისთვის, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ რაც მთავარია ეს ხლა ძალიან ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, შედეგებიც ალბათ ინდივიდუალურია, როგორც ახსენეთ და შესაბამისად აუცილებელია დაინტერესების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, უშუალოდ ქალბატონ მაკას, იმიტომ რომ მაინც ცოტა რთულია ქირურგიული მეთოდის გადაწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ მეც მაქვს ეს პრობლემა, იწლებიო ვერ გადავწყვეტე, რომ გამომესწორებინა თუნდაც ქირურგიული გზით. კი. მაკა გოგიაშვილი, ოფთალმოლოგი, 12 გამოგონების და მაგოთერაპიის ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო დღეს ჩვენთან ერთად.